მოგესალმებით. ეს არის ჩემი გადაცემა, რომელსაც ქვია ჩემი პოზიცია. მე გავაგრძელებ წინა გადაცემაში დაწყებულ საუბარს იმ პრობლემასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში კანონიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რაც მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს კონსტიტუციაზე და საქართველოს ორგანულ კანონზე, საარჩევნო კოდექსზე და ჩვენ გავაანალიზებთ იმას, რამდენად არის შესაძლებელი და თუ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ ლეგიტიმური კანონიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება და თუ მოახერხებს ამ ორი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების შეცვლას და დემოკრატიულ განვითარებას. იმას, რასაც ახლა აქ ჩემ არხზე გაიგონებს, ვერსად ვერ გაიგებნეთ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს სატელევიზიო სივრცე ორ ნაწილად არის ყოფილი. ერთი არის ქართული ოცნების ტელევიზიები მრავლობითში და არის ვითომ ოპოზიციური ტელევიზია ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შექმნილია საქართველოში, ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ გვაქვს დიქტატურა, ორივე პოლიტიკური პარტიის აქტიური მოქმედებების შედეგად განპირობებული ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ორივე პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ახორციელებდა ზუსტად იმ ცვლილებებს, რამაც საქართველოს დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ჩვენ რეალურად ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც არ მივეკუთვნებით არც ეს პოლიტიკურ პარტიას, ვართ ესე ვთქვათ პროდასავლური შუაშისტები და ჩვენი აზრი არც ერთი ტელევიზიის ეკრანიდან არ ისმის. ამიტომ იმას, რასაც აქ გეტყვით, ვერც ერთი ტელეარხის ეკრანიდან ვერ გაიგონებთ. ზუსტად იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ამ მდგომარეობაში მიყვანამდე სწორედ ეს ორი პოლიტიკური პარტია და ეს ორი პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. წინა გადაცემაში, როგორც გითხარით, მე ვისაუბრე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაგრამ ეს იყო ზოგადი, ასე ვთქვათ, მიმოხილვა. მე მინდა დეტალურად განვიხილო ის ცვლილებები, რამაც საქართველოს დღემდე მოიყვანა და დავიწყებ მოკლე მიმოხილვით 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის იმ ფორმულარზე, რომელიც ამ კონსტიტუცია ითვალისწინებდა ქვეყნისთვის და დავიწყებ უშუალოდ პარლამენტის შემადგენლობით, რომელიც ამ კონსტიტუციით იყო დარეგულირებული. ეს იყო ორპალატიანი სისტემა და ეს კონსტიტუცია ითვალისწინებდა მთლიანობაში 235 დეპუტატის არსებობას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს პარლამენტი უნდა ყოფილიყო ამ პირველი კონსტიტუციის მიხედვით ორპალატიანი, ეს იყო რესპუბლიკის საბჭო, ზედა პალატა, რომელშიც უნდა ყოფილიყო 85 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, ხოლო წარმომადგენელთა საბჭო ეს იყო ქვედა პალატა და ის უნდა ყოფილიყო 150 პარტიული პროპორციული წესით არჩეული დეპუტატთა შემადგენლობით. თუმცა ამ კონსტიტუციაში მითითებული იყო ესეთი გაუგებარი ფორმულირება, რომ ეს ორპალატიანი სისტემა უნდა ამოქმედებულიყო რატომღაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა აღადგენდა ტერიტორიულ მთლიანობას. რატო იყო ეს მითითება? ამის ლოგიკური დასაბუთება არავინ არ ვიცით, თუმცა ვიცით ასე ვთქვათ, მიხვედრის ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შევარდნაძეს არ უნდოდა ემართა ორპალატიანი საქართველოს პარლამენტი, ის ვერ დაიმორჩილებდა ასეთ პარლამენტს, ასე ვთქვათ, და ამიტომ სანამ ქვეყნის მთლიანობა აღდგებოდა, ეს 235 დეპუტატი ერთ პალატად იყო წარმოდგენილი და მისი საქართველოს კონსტიტუციით დარეგულირებული იყო ამ ერთპალატიანი საქართველოს პარლამენტის არჩევის დაკომპლექტების წესი. კიდევ საყურადღებო ეს კონსტიტუცია იმითი იყო, რომ ეს კონსტიტუცია ითვალისწინებდა დეპუტატის მანდატის ქონას მხოლოდ ორი მოწვევით. ესე იგი, ერთი პიროვნება შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ორჯერად არჩეული. ეს განპირობებული იყო იმით, რომ დასაბუთება იყო ასეთი, რომ ქვეყანაში არ შექმნილიყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და რაღაცა ელიტური პოლიტიკური პარტიის რაღაცა პოლიტიკური ფენა
იმიტომ რომ დეპუტატები რეალურად ამტკიცებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, განსაზღვრავენ ქვეყნის პრიორიტეტებს, განსაზღვრავენ ფინანსურ პრიორიტეტებს, აკონტროლებდნენ სახელმწიფო რესურსების განაწილებას და მათ იცოდნენ სწორედ ის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალური გაწერა, სად როგორ უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და ამიტომ მათ ეკრძალებოდათ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მომდევნო პერიოდებში ეს დებულება გამკაცდა კიდევაც და დღის მდგომარეობით საქართველოს დეპუტატს არ აქვს არც არანაირი მონაწილეობის მიღების უფლება სამეწარმეო საქმიანობაში, არც როგორც მაკონტროლებელი და არც როგორც ასე ვთქვათ დირექტორი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ფორმალურ ხასიათს ატარებს და ისე როგორც შევარდნაძის პერიოდიდან, ისე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დღევანდელ დღემდე საქართველოს და პარლამენტში არჩეულ კატეგორიას, რომელსაც წვდომა აქვთ საქართველოს ბიუჯეტის განაწილების უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე, სწორედ მათ ამ ცოდნის გამოყენებით მიაქვთ მთლიანად საქართველოს ბიუჯეტის სახში და მიქონდათ და თუ არ შეიცვალა კონსტიტუცია, მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება ამ ასე ვთქვათ მახინჯი პრაქტიკის საქართველოში წარმოება. და ამიტომ ისევ დაუბრუნდები იმას, რომ ვინაიდან არ მოსწონდა ედუარდ შევარდნაძეს თავისივე მიღებული კონსტიტუცია, იმიტომ რომ ვერ იმურჩილებდა და აქ უმთავრესად ლაპარაკი იყო, ვერ იმურჩილებდა დეპუტატთა იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებული იყო, რომ მაჟორიტარული წესით უნდა არჩეულიყვნენ, იმიტომ რომ ეს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები არავის წინაშე არ იყვნენ ვალდებული, არც ქვეყნის პრეზიდენტის, არც პრემიერ-მინისტრის, არც მთავრობით, აბსოლუტურად არავის წინაშე. ეს იყო დაუმორჩილებელი კატეგორია, რომელიც ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რაც რა თქმა უნდა არ აწყობდა არც ედუარდ შევარდნაძეს, არც მომდევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა მერე საერთოდ ეს მოსპო და ნულამდე დაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ მოდი დავიწყებ ისევ ედუარდ შევარდნაძეს მმართველობის პერიოდში იმის გამო, რომ არ მოსწონდა ჯერ არ მოსწონდა ის, რომ 235 დეპუტატით იყო გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტი 2003 წლის არჩევნებში, როდესაც არჩევნები ჩატარდა, იქ გამოტანილი იყო სარეფერენდუმოდ კითხვა, სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას 235 დეპუტატი დაიყვანა 150 დეპუტატად და მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის არჩევნები რეალურად გაუქმდა, შედეგები გაუქმდა, არ გაუქმებულა რეფერენდუმის შედეგები, მაგრამ ეს მაშინვე არ ამოქმედებულა იმ პერიოდში, როგორც ვიცით, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის გზით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში და რამდენიმე წლის მერე, ჯერ კიდევ პირველი მმართველობის პერიოდში დაიწყო მისი სახელისუფლებო კრიზისი. სახელისუფლებო კრიზისი კი გამოწვეული იყო იმით, რომ კრიმინალთა ბრძოლის ეგიდით იმდროინდელი ხელისუფლება თავისუფლებას აძლევდა, რომ მოსახლეობა ეხოცა ქუჩაში, ეხოცა სახლებში და შემდეგ ეს დახოცილი, ასე ვთქვათ, გარდაცვლილი ადამიანები გამოეცხადებინა როგორც კრიმინალურ სამყაროსთან შეკრულ პირებად, რაც მათ უფლებას აძლევდა, რომ ეს ხალხი ეხოცათ ქუჩაში და შემდეგ ასე ვთქვათ, მკვდარი თავს ვერ იმართლებდა, ესენი კი თავიანთ თავს ამ გზით აძლევდნენ ლეგიტიმაციას. როდესაც ზედმეტებში გადავიდა უკვე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იმდროინდელი ხელისუფლება, დაიწყო რეალური სახელისუფლებო კრიზისი. რეალური სახელისუფლებო კრიზისი გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსახლეობა გამოდიოდა უკმაყოფილების გამოსახატავად გარეთ და მასიურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. ეს არ იყო მხოლოდ ოპოზიციური პარტია, ეს იყო რეალურად ის საქართველოს მოსახლეობა, რომლის თავზეც წყდებოდა ის რეჟიმი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის რეჟიმი ერქვა. ამ პერიოდის მოსახლეობა, ჩვენ უпростоრედ ბრალს ვდებდით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმში, კორუფციაში და ხელისუფლების კონცენტრაციაში. მინდა ანალოგი გავაკეთო დღეს მოქმედ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ბრალდებები გვაქვს დღეს მოქმედ ხელისუფლებასთანაც.
და ზუსტად ისეთივე შემართებით გამოდის საქართველოს ხელისუფლება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ჩვენ გამოვდიოდით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. და ამ პერიოდში დაიწყო საქართველოს იმდროინდელი სახელისუფლებო კრიზისი. საჭირო იყო გამოსვლა ამ სახელისუფლებო კრიზისიდან. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობა გამოდიოდა საპროტესტო აქციებით, ხოლო ხელისუფლება სისხლში ახშობდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლში ახშობდა იმ დროინდელ გამოსვლებს. პრინციპში დიდი სხვაობა არ არის, დღეს ქიმიური ნივთიერებებს იყენებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, მაგრამ იმ პერიოდში ერთ-ერთი გამოსვლა 2007 წლის 7 ნოემბრის გამოსვლა სწორედაც რომ სისხლში იქნა ჩახშობილი, რის გამოც მერე ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობაც კი გამოიყენა და კომენდანტის საათი შემოიღო. მაგრამ საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყვეტილა, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა ხელისუფლების უკმაყოფილება და რადგან უკვე სააკაშვილის რეჟიმმა, ასე ვთქვათ, ამ 7 ნოემბრის აქციის ჩახშობით ლეგიტიმაცია დაკარგა, საჭირო გახდა სააკაშვილს რაღაცა ქმედითი ღონისძიებისთვის მიემართა. და ასეთი ქმედითი ღონისძიება იყო სწორედ ის, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება, უბრალოდ ქვეყანა გადაიყვანა არჩევნების რეჟიმში. მაგრამ 2008 წელს თავდებოდა როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, 2008 წელს ტარდებოდა როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, ისე საპარლამენტო არჩევნები. ესე იგი, რაღაცა ისეთი უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო. და მან მოიფიქრა ასეთი რაღაცა, რომ მანამ სანამ პარლამენტს დაუმთავრდებოდა უფლებამოსილება, ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ჯიბის პარლამენტი, რასაც უნდა იმას აკეთებდა და როგორ ლეგიტიმაციასაც უნდა, რა კანონსაც უნდა შექონდა და იღებდა ეს პარლამენტი, ხომ ამ პარლამენტის პირობებში იმან დატოვა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. როდესაც ვადამდელი არჩევნები ინიშნება, იმ პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ქვეყანა დროებით, რაღაცა 40-45 დღით გადავიდა ნინო ბურჯანაძის, ასე ვთქვათ, მმართველობაში. ერთი გუნდის წევრები იყვნენ და დიდი განსხვავება იმ პერიოდში მათში არ იყო, უბრალოდ სახელები და გვარებში იყო სხვაობა, დანარჩენი მმართველობის ფორმები, გაправებები, ზუსტად იგივე აგიტაცია მიმდინარეობდა იმ პერიოდის საქართველოს ტელევიზიებს, რასაც დღეს ვხედავთ, როგორ აправებენ ქართული ოცნების ყველა რეპრესიულ და ყველა არა ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. მაგრამ მოდი მე ჯერ გავაგრძელებ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მმართველობას. მიხეილ სააკაშვილის პარლამენტმა იმ პერიოდში სასწრაფო წესით დაიწყო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, CSKO-ს დაკომპლექტება და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გამოტანილი იქნა პლებისციტზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი, უნდოდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანება და მეორე იყო ის, რომ უნდოდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა გაზაფხულზე. და ორივე შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობამ დადებითად უპასუხა, რა თქმა უნდა, იმ საარჩევნო კოდექსით, რომელიც რომლითაც ტარდებოდა საქართველოს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მთლიანად დამოკიდებული იყო მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ რეფორმირებულ სასამართლოზე. მას გამოცვლილი ყავდა ყველა მოსამართლე და არავითარი აზრი არ ქონდა იმ პერიოდში რაიმეს გასაჩივრებას
იმ სასამართლო სისტემაზე იყო რამდენად კანონიერად და რამდენად სწორად ჩატარდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, ამ პლებისციტის საფუძვლებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის მაისში, თუ სწორად მახსოვს 21 მაისი იყო. და რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსში კონსტიტუციიდან გამომდინარე, ისევაც იყო შესული ცვლილებები და ამას კიდე ემატებოდა ის, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ 2003 წელს მიიღო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც მიუთითა ასეთი რაღაცა, რომ საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატი, არამედ შეიძლებოდა, რომ პარტიასაც დაეყენებინა. ამით მაჟორიტარული სისტემა ფაქტიურად შევარდნაძემ მოკლა, მაგრამ რეალურად ამან განვითარება 2003 წლის არჩევნებში მეტნაკლებად კიდევ იყო მაჟორიტარული დამოუკიდებელი სისტემა, ნამდვილად მოქმედებდა და არსებობდა, მაგრამ 2008 წლის მაისის არჩევნებში საერთოდ ყველა თითქმის დამოუკიდებელი პარტიის გარეშე დამოუკიდებელი მაჟორიტარი აღარ არსებობდა. თითქმის მთლიანად პარლამენტი დაკომპლექტდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობით, იქ ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო და სხვათა შორის რამოდენიმე პოლიტიკური ოპოზიციული პარტიაც გავიდა, მაგრამ ამ პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, ისე მათ მახსოვს, რომ ხელფასების მიღებაზე დათანხმდნენ, მაგრამ როგორც ასეთი, რომ პარლამენტის ხდომებში მიიღოთ მონაწილეობა, ამასთან შესულიყვნენ პარლამენტში, აი ამაზე ნამდვილად უარი თქვეს. შესაბამისად 2008 წლის პარლამენტი არჩეული იქნა 150 დეპუტატით, ის 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები სწორედ აი ამ პარლამენტში ამოქმედდა, სადაც ოპოზიცია არ შევიდა. და 2008 წლის აი ამ მოწვევის პარლამენტმა გაცხოველებული წინადადებებით, ასე ცვლილებებით დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმა. ეხლა რას ითვალისწინებდა 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც აი ამ პარლამენტმა მიიღო. 2013 წელს მიხეილ სააკაშვილს უთავდებოდა მეორე მოწვევის მეორე ვადით არჩევით საპრეზიდენტო მმართველობა და ეს ვადა მთავრდებოდა 2013 წელს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილს რო გაიგრძელებინა თავისი, ასე ვთქვათ, მმართველობა, მან ადგადა პირდაპირი წესით, ასე ვთქვათ, პირდაპირი ტრანსფორმაციით გადმოიღო პუტინის კონსტიტუცია. თუ მაშინ პუტინი მედვედევი მე მგონი ეს პერიოდი ყველას ახსოვს, როდესაც პრეზიდენტი რატომღაც რომ მედვედევი გახდა და პუტინი იყო პრემიერ-მინისტრი და პუტინი მართავდა ჩვეულებრივად რუსეთს პრემიერ-მინისტრის ბჭყალებში, რანგში და არა პრეზიდენტის რანგში და მას იგივე უფლებამოსილება ჰქონდა და ზუსტად იგივე ცვლილებები გადმოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში. უბედურება ის არის, რომ 2008 წლის აი ეს არჩევნები, ეს საკმაოდ სასტიკი არჩევნები, იმიტომ რომ 2008 წლის მდგომარეობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს ყველა მოკლული ყავდა, ყველა გაუპატიურებული ყავდა, ყველა ქონება დათმობილი ჰქონდათ მესაკუთრეებს, ნოტარიუსთან მიდიოდნენ და სახელმწიფოზე აფორმებდნენ ქონებას, თუ არ იჭერდნენ და იქ ციხეში არ სვავდნენ. მე მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდის ციხეები იყო გადავსებული, ციხეებში ადგილები არ იყო, რომ ადამიანს დაეძინა და დაესვენა და ასე უსასტიკესი პირობები იყო. საქართველოს ციხეები იყო, ასე ვთქვათ, კონცლაგერები და მაშინ იყო ესეთი, როცა გამოვდიოდით ქუჩაში, ყვარყვარესაც ვეძახდით, ისე იყო გამოტენილი საქართველოს ციხეები. ეხლა ეს მინდა გავაკეთოთ დღევანდელი პარადოქსი, დღეს ქართულ ოცნებას ხალხი ქუჩაში აღყავს და ზუსტად ესეთივე იმით ავსებს საქართველოს ციხეებს. რა ქვია, ასეთივე მეთოდებით ავსებს საქართველოს ციხეებს და მით უმეტეს ეს აღიარების კანონი რო შევა ძალაში, უფრო ძალიან ცუდი შედეგი იქნება. საქართველოს ციხეები უფრო გაივსება და გაცილებით უფრო მეტი პოლიტიკური პარტიმარი ეყოლება
საქართველოს, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდები იმ თემას, რომელსაც ახლა ვიხილავ, იმიტომ რომ 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნები ეს აღიქმებოდა იმავე დაპირისპირების გაგრძელებად, რაც 2007 წლის სახელმწიფო კრიზისს მოყვა და რომ არა ეს პარლამენტი და რომ არა ამ პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუვარდებოდა სულ შემთხვევით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას აი ეს უძლიერესი საკონსტიტუციური ცვლილებებით ხელისუფლება. ესე იგი, ეს ხელისუფლება მომზადდა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, მაგრამ ეს ხელში ჩაუვარდა სულ სხვა პიროვნებას და სულ სხვა ადამიანს, რომელმაც ეს უკვე სათავისოდ გამოიყენა და რა თქმა უნდა, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ შევარდნაძეს, ასევე არ მოსწონდა მაჟორიტარული დეპუტატის არსებობა, არც ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონდა, არ მოსწონდა ასევე ის, რომ პრეზიდენტს რეალურად ფულს ისიხდიდა და პრეზიდენტს ირჩევდა ხალხი, ამიტომ აუცილებელი გახდა მისთვის, რომ ეს კონსტიტუცია გადაწერილიყო. და მე ვერ ვიხსენებ საქართველოში ჩემს გარდა ვერავის, ვინც წინააღმდება გაუწია 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ, ჯერ მეტყვი 2010 წლის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებით უკვე იყო დიქტატურა დამყარებული და ამას ძალიან ხშირად ვაყვედრიდით მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ის რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციის გადაწერით ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ეს საერთოდ კატასტროფაა და მე მინდა ავღვნიშნო რა შედეგები მოუტანა 2017-2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოს. რომ ამით რეალურად მთლიანად დამთავრდა მოქალაქეების პირდაპირი მონაწილეობა სახელმწიფო მართვაში და საქართველოს ამ მოქმედ გადაწერილ კონსტიტუციის მესამე მუხლში თუ არის მითითება, რომ საქართველოს ხელისუფლება წყარო არის ხალხი, ეს არის ფორმალური ჩანაწერი, იმიტომ რომ მთლიანად ამოვარდა მაჟორიტარული მმართველობა და ჩვენ მით უმეტეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 30 წლიანი საქართველოს უახლესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია პოლიტიკური ცხოვრების ის კულტურა და ის ისტორია, რაც ვთქვათ, დასავლური ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებს აქვს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია მცდელობაც კი შიგნით, რომ მოეწყო შიდა არჩევნები და ასე მიეტანა მისი კანდიდატები ხალხამდე. შესაბამისად, 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს ყოველთვის აკომპლექტებდა ის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ერთი პირი, ვინც დააფუძნა ეს პოლიტიკური პარტია. და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ასეთი ძალაუფლება აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ხელში. და რატო ბიძინა ივანიშვილის პარტია შეიქმნა 2012 წელს და ერთადერთი დამფუძნებელი რეალურად თვითონ იყო, კი ესწრებოდნენ მის დაფუძნებას და ყრილობას ბევრი პირი, მაშინდელი კანონით გათვალისწინებული ოდენობა, მაგრამ როგორც ასეთი დამფუძნებლად აღიქმევა ერთი პირი ბიძინა ივანიშვილი და ისე როგორც 2012 წლის, ისე მომდევნო წლების პარლამენტის შემადგენლობას უშუალოდ ეს ერთი პირი აკომპლექტებს მისი სიმპათიებიდან გამომდინარე და ამ ხალხს არანაირი მონაწილეობა ამ დეპუტატების არჩევნებში არასოდეს არ მიუღია. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იცნობს თავიანთ დეპუტატებს, ისინი ძალიან უსახო ადამიანები არიან, არაფერს რო არ წარმოადგენენ და მხოლოდ ერთი პიროვნებისთვის რო წარმოადგენენ რამეს და ჩვენ რეალურად ამ ადამიანების სახელები და გვარებიც არ ვიცით. და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ უფლებამოსილებას დეპუტატების აიყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი წაიღონ სახში და
სახელმწიფო ბიუჯეტი, იმიტომ მიაქვთ სახში, რომ თვითონ ამტკიცებენ ბიუჯეტს, თვითონ იციან რაში ნაწილდება, თვითონ ახდენ შეფასებები, კორუფცია. ამიტომ არის ეს ხელისუფლება ესეთი კორუმპირებული და ზუსტად იგივე ბრალდებები გვაქვს დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ამ კაცის მიერ მოყვანილი ამ უსახო ადამიანების კრებასთან ერთად არ აქვს მნიშვნელობა იქ ღარიბაშვილი ერქმევა სახელი თუ რა გვარის იქნება არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქვეყანა იმართება ერთადერთი პირის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სიმპათიებით დანიშნული ადამიანების მიერ და არავინ ეს ადამიანები არაფერს არასოდეს არც წარმოადგენენ თავიანთ უფლებამოსილებასაც რო დაამთავრებენ აი ამ თანამდებობაზე, სადაც დადო ბიძინა ივანიშვილმა თითოეული მათგანი მერეც არაფერი არ იქნება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისინი მათ პირდაპირი ვიზა აქვთ, ასე ვთქვათ, რეალურად სამართლებრივი სახელმწიფო თუ როდისმე შეიქმნა საქართველოში მერვე იზოლატორში. მაგრამ მანამდე მე გავაგრძელებ, როგორ გადაიწერა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციას. კიდევ ერთხელ გავუსვათ, ჩემს გარდა მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ადამიანს, ვინც პროტესტს გამოთქვავდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების წინააღმდეგ. 2017 წლის კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, პროექტი გამოქვეყნდა და მან ყოველთაო სახალხო განხილვისათვის ასე ვთქვათ, განხილვა დაიწყო, ამ კონსტიტუციის განხილვა დაიწყო და საინტერესო ის არის, რომ საქართველოს არც ერთ რაიონმა ის არ მიიღო იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იყო გამოტანილი. ყველა რაიონს მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციის პროექტი იხილებოდა ისევ შიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებში იმ კანდიდატს, ვისაც თვითონ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართავდა. მიუხედავად ამისა, ეს კონსტიტუციის პროექტი არასოდეს არც ერთ იმან, რა ქვია, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ შენიშვნის გარეშე არ მიიღო და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2017 წლის ფილარმონიის მოვლენები, სადაც თბილისის მოსახლეობა დაუპირისპირდა მოქმედ ხელისუფლებას ივანიშვილს და კობახიძეს, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. კობახიძეს დაუპირისპირდა, სადაც თბილისის მოსახლეობა მოითხოვა პირდაპირი მოთხოვნით, რომ ჩაწერილი იყო კონსტიტუციაში, რომ მიწის გასხვისება იკრძალებოდა და ასევე უნდა ჩაწერილიყო ოჯახის განმარტება. მხოლოდ ეს ორი მოთხოვნა შესრულდა. დანარჩენი ის იმ ასახით, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის კონსტიტუცია, არაფერი იმ კონსტიტუციაში არ იყო ის, რაც პროექტში იყო თავის დროზე გამოქვეყნებული და გავრცელებული. ესე იგი, გამოქვეყნდა სულ სხვა პროექტი, ხალხმა დაიწუნა, სულ სხვა შენიშვნები მისცეს მოქმედ ხელისუფლებას, მაგრამ მიიღეს აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი. მაგრამ მიუხედავად ამისა, 2018 წელს მაინც გახდა ამ კონსტიტუციის გადაწერა აუცილებელი, იმიტომ რომ კიდევ რაღაცეები არ მოეწონათ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ კონსტიტუცია მთლიანად გადაიწერა, თავიდან ბოლომდე გადაიწერა, აღარ არსებობს არანაირი მაჟორიტარული არჩევნები, ქვეყანა მთლიანად გადავიდა, ასე ვთქვათ, პარტიულ მმართველობაზე და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ პარტიულ მმართველობისას მხოლოდ პარტიის ფუძემდებელი, პარტიის დამფუძნებელი ნიშნავს იმ ადგენს იმ პარლამენტარების სიას, რომელიც მას უნდა რომ გაიყვანოს საქართველოს პარლამენტში და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამას ერქმევა ნაციონალური მოძრაობა თუ ამას ერქმევა ქართული ოცნება, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრების, პარტიული ცხოვრების კულტურა საქართველოს ნამდვილად არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ამ კონსტიტუციის საფუძველზე ბოლოს ჩატარდა 2020 წელს არჩევნები, რომელშიც საბოლოოდ იქნა არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები, თუმცა მინდა ვთქვა აქაც იგივე, რაც 2008 წელში მოხდა და კერძოდ ის
რომ არც ერთი მაჟორიტარული დეპუტატი არ იყო რეალურად დამოუკიდებელი დეპუტატი, იმიტომ რომ ყველა დეპუტატი აბსოლუტურად დაყენებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ და ფაქტიურად ისინი პროპორციულ სისტემის წევრები უფრო იყვნენ, ვიდრე დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები. და ბოლო პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხალხმა ირჩია პირდაპირი წესით და შეიცვალა ეს წესი, აღარც დეპუტატებს აღარ ვირჩევთ საქართველოს მოსახლეობა და აღარც პრეზიდენტს, ესე იგი, პირდაპირ მონაწილეობას ხალხის სახელმწიფო მართვაში ვეღარ ვიღებთ და ეს უფლება წაგვართვა ქართულმა ოცნებამ იმით, რომ გადაიწერა საქართველოს კონსტიტუცია და რატომღაც არავინ აბსოლუტურად ამაზე ძალიან საერთოდ ყურადღებას არავინ არ ამახვილებს. მე გამიგრძელდა ჩემი სიტყვა, მაგრამ არ მინდა რომ ჩემი საუბარი ამით დავამთავრო, იმიტომ რომ დიდი მომდევნო იმაში აღარ მინდა რომ დაუთმო კიდევ ამ თემას, ამიტომ დავამთავრებ ჩემს სიტყვას იმით, რომ 2017 წლის კონსტიტუციამ საქართველოს მოქალაქეებს უფლებები წაგვართვა, გარდა იმისა, რაც მე აღნიშნე, ხო, რომ პირდაპირ წესით ვეღარ ვიღებთ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ფორმირებაში, ასევე წაგვართვა უფლება ის უფლება, რომელიც ჰქონდა 95 წლის კონსტიტუციაში, სადაც ესე ეწერა, რომ ჩვენი მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება, ცხოვრების უფლება იყო ხელშეუვალი უფლება. ეს იყო 21 მუხლში და სიცოცხლის მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება იყო, ასე ვთქვათ, ხელშეულის მარტო საქართველოს კონსტიტუციაში ჰქონდა. იმ კონსტიტუციას დიდი არაფერი არ ჰქონდა გადასარევი და ძალიან კარგი, უფრო კარგი იქნებოდა თუ ის კონსტიტუცია საქართველოს მოსახლეობას მისცემდა არა მარტო საქართველოს პრეზიდენტის და არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ სასამართლოს არჩევის და მაშინ როდესაც ხელისუფლების სამივე შტო გადანაწილებული იქნებოდა, ეს იქნებოდა ნამდვილად დემოკრატიული და ნამდვილად შედარებით ნორმალური კონსტიტუცია. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც არჩევითი უნდა ყოფილიყო იმ პრინციპით, როგორც ეს დღეს არის, მაგრამ დღესაც პარტიულ სისტემაზეა გადასული, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ მე ის მინდა ვთქვა, რომ ის ხელშეუვალობის პრინციპი, რომელსაც 1995 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა, დღეს ეს უფლება საქართველოს მოსახლეობას აღარ აღვახდა, ეს ხელშეუვალობის უფლება დასულია როგორც უფლებად და ის უკვე სახელმწიფო რეგულაციების, ასე ვთქვათ, ფორმებში ჩაჯდა. ალბათ გადაწყვიტა ივანიშვილმა და კობახიძემ, რომ რა თუნდაც ესეთი კარგი უფლება, რასაც ქვია ხელშეუვალი უფლება და გადაწყვიტეს, რომ ეს უფლებებზე დაიყვანათ და რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს ჩვენი მონაპოვარი იყო 95 წლის კონსტიტუციაში თუ რამე იყო ის უფლება, რომ ჩვენ ხალხი მონაწილეობას ვიღებდი პირდაპირ წესით ხელისუფლების ფორმირებებში, ყველა ეს უფლება წაგვართვეს დღეს და ამას დამატებული კიდევ ხომ გადაწერეს მთლიანად თავიდან ბოლომდე საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო კოდექსი იმდენად არის გადაკეთებული და იმდენად არის შებრალული, ასე ვთქვათ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებს ადამიანი დემოკრატიული გზით სამართლიანი არჩევნებით გაისტუმროს დიქტატორული ხელისუფლება, მისთვის არასასურველი ხელისუფლება და მოიყვანოს პროდასავლური, ან მისთვის სასურველი ის ხელისუფლება, რომელიც უნდათ რომ ხალხმა აირჩიონ და რომელი კურსით, ასე ვთქვათ, მას აწყობს და რომელსაც ის მისცემდა ხმას. ეს ამ უფლებას უკვე მოკლებული ვართ, იმიტომ რომ CSKO მთლიანად კონფლიქტდება მართველი პარტიების მეშვეობით, თუ თავდაპირველ რედაქციაში CSKO-ს წარმომადგენელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე პარტიის კუთვნილი წევრი, ესე იგი პარტიული კუთვნილება არ უნდა ქონოდა CSKO-ს წარმომადგენელს, დღეს მდგომარეობით ასეთი რაღაცა არ გვიწერია და ძალიან ჩვეულებრივად მიგვაჩნია თუ CSKO
პარტიული kvotებით არის დაკომპლექტებული და იღებს პარტიულ გადაწყვეტილებებს. აი, პირობითად ვამბობ, მაშინ, როდესაც შედარებისთვის ვიტყვი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ეს 2024 წლის ვითომ არჩევნები ტარდებოდა, ხო? CSKOM პარლამენტთან ერთად მიიღო დუბლირებული ზუსტად ის, ასე ვთქვათ, პარტიული გადაწყვეტილებები, რითაც მიხეილ ყაველაშვილი უნდა დაედოთ პრეზიდენტის თანამდებობაზე. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ პრეზიდენტის არჩევნების ეს შედეგები გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მე ვაცნობიერებ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მოუწევს, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ან შეუძლია ალბათ ყველაზე ოპტიმალური თუ არ უნდა რომ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ სასამართლომ არ უნდა მიიღოს სასამართლოს წარმოებაში, მაგრამ მიიღო წარმოებაში, ჩვენ დაგვავალა რომ წარმოგვედგინა სასამართლო აქტები, ნიშანდობლივია ამ სიტუაციაში ის, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია განმეორდა, რაც 2007 და 2008 წლებში, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. ამ შემთხვევაში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სასამართლო მთლიანად პარალიზებულია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და სასამართლო ფაქტობრივად არსებობს ფორმალურად, რომ რაღაცა პროცედურები გაიარო. რეალურად ეს არის ქართული ოცნების პარტიის ერთი შტო, რომელიც იცავს ამ პარტიის ინტერესებს და საქართველოს და სასამართლოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები. რეალურად ეს არის პარტიული გადაწყვეტილებები, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტომ კითხვაზე ჩვენ შევძლებთ თუ არა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებელი, მიუკერძოვებელი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ამ გზით ხელისუფლებაში მოვიყვანოთ, გავისტუმროთ ეს დიქტატორული მმართველობა და მოვიყვანოთ ახალი ძალა, თითქმის არის ნულის ტოლის. შესაბამისად, ის ორი ნორმატიული აქტი, რომელსაც ქვია საქართველოს კონსტიტუცია და რომელსაც ქვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი, თუ არ შეიცვალა, ასეთ რამეს საქართველოს მოსახლეობა კიდევ კარგახანი ვერ განახორციელებს. დასკვნა ის არის, რომ საქართველოს პრობლემა რეალურად 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებაში. თავარი პრობლემა ყოველთვის იყო სისტემა. ეს იყო კონსტიტუციის მოდელი, რომელიც თითოეულ ხელისუფლებას აძლევდა შესაძლებლობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის შეეცვალა თამაშის წესები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, კონსტიტუციას არ აღიქვამდა როგორც სახელმწიფოს უცვლელ საფუძველს პირიქით. კონსტიტუცია იქცა ინსტრუმენტად, რომლითაც იცვლიდნენ, ასე ვთქვათ, წლებს პარლამენტიდან პარლამენტს, იცვლიდნენ საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს და კონსტიტუციას ირგებდნენ როგორც საკუთარ პიჯაკს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს იმდენი ტუფლი არ ჰქონდა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში გამოცვლილი, რაც მას საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქონდა გატარებული. რაც შეეხება დღევანდელ კონსტიტუციას, ორჯერ გადაიწერა კონსტიტუცია და აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა, თუ კი რამე წასართმევი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის, ყველა უფლება წაგვართვეს, არაფერი არ დაგვიტოვეს აბსოლუტურად. და შედეგად ყოველი ახალი ხელისუფლება არა მხოლოდ ცვლის წესებს, არამედ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო აძლიერებს ცენტრალიზებულ ძალაუფლებას. შედეგი უკვე გვაქვს სახეზე და ეს არის შედეგი არის დიქტატურა. საგულისხმოა ის, რომ ეს დიქტატურა დაიწყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდებში და მოვიდა აი აქამდე. საბოლოოდ ეს პროცესი იმ წერტილამდე მიდის, რომ ძალაუფლება კონცენტრინდა ერთი პოლიტიკური პარტიის ცენტრში, ერთი პოლიტიკური
პარტიის ცენტრში კი არა, ერთ პირამდე დავიდა და ეს ერთი პირი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აკომპლექტებს პოლიტიკურ სისტემას საქართველოში, აკომპლექტებს პარლამენტს, აკომპლექტებს მთავრობას, აკომპლექტებს მოსამართლეებს და შესაბამისად მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ემსახურება იმას, რომ შეასრულოს და დაიცვას ამ ერთი პირის ინტერესები და დაიცვას ამ ერთი პირის ქონება. მთლიანად საქართველოს ყველა სტრუქტურა, ყველა საზოგადოებრივ ის წარმონაქმნი, რომელიც უნდა ქმნიდეს სახელმწიფოს, ემსახურება ერთი პირის ინტერესებს და მიაჩნიათ, რომ საქართველოს ინტერესებს იცავს ბიძინა ივანიშვილი და სხვა არავინ დღეს საქართველოში. ძალიან დასანანია, რომ არ შეასრულა თავისი ის პირობა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, რომ აღედგინა სამართლიანობა, რომ გაესამართლებინა ის პირები, ვინც 9 წლიანი რეჟიმი შექმნა საქართველოში და ძალიან დასანანია, რომ თვითონ იქცა ზუსტად იგივე სუბიექტად, რაც თვითონ მოგვაშორა საქართველოს 2012 წელს არჩევნებით. მე დავამთავრებ ამ თემაზე ლაპარაკს ამით, მინდა ქართულ ხალხს და მინდა საქართველოს მოსახლეობას უსურვო ძალიან დიდი წარმატება წინ. მე ერთხელ კიდევ აღნიშნავ იმ გარემოებას, რომ რეალურად ეს ჩემი გადაცემა არ არის მოწოდება ხელისუფლების დამხობისაკენ, არამედ ეს არის ფაქტის კონსტატაცია. და მე არ ვიცი, როგორ შეძლებს და როგორ შევძლებთ საქართველოს მოსახლეობა, რომ იმდაგვარად შევცვალოთ საქართველოს კონსტიტუცია და იმდაგვარად შევცვალოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი სულ ახალი შეცვლილია, რომ ჩვენ მოვახერხოთ იმ პროდასავლური, ეროვნული ხელისუფლების მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც დაიცავს იმ კურსს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა რეალურად ჯერ უთმენდა მიხეილ სააკაშვილს თავისი დიქტატორული მმართველობის პერიოდში და მერე აგერ უთმენთ ქართულ ოცნებას, რომელიც ასევე გადავიდა დიქტატურაში. მე მინდა ისიც აღვნიშნო და ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რო დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ზუსტად ისევე მოიწადინებდა საქართველოს ბიუჯეტის სახში წაღებას და არ შევიდოდა ევროკავშირში, როგორც ახლა ამას აკეთებს ქართული ოცნება. მიზანი ზუსტად ის არის, რომ ორივე პოლიტიკურ პარტიას მანამ სანამ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბიუჯეტი წაიღონ სახში, არც ერთი არ დათმობს ხელისუფლებას და არ დათმობდა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ასე ვთქვათ, მოექცა ოპოზიციაში და ამიტომ ძალიან იოლია მათი მხრიდან თქვან, რომ იცი რა, აი ჩვენ მივდიოდით ევროკავშირისგან და არ გადაგვიხვევი ამ კურსისთვის, თუმცა რეალურად მათი მმართველობის პერიოდი ძალიან შორს იყო ევროკავშირის სტანდარტებისაგან, იმიტომ რომ სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და კი არ ირღვეოდა, მხოლოდ ფეხქვეშ ითელებოდა. და თუ დღეს იგივე მეთოდებით მართავს ქართული ოცნება, ის სისასტიკის ფორმები, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ჰქონდა, ის სისასტიკის ფორმები ამ მმართველობას ნამდვილად არ აქვს, თუმცა დიქტატორია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ სახელი რა ერქმევა მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი. რეალურად ჩვენ ხალხს გვინდა, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი ქვეყანა და ჯერჯერობით ვითმენთ ყველაფერს. ჯერჯერობით ვითმენთ დიქტატურას ორივე პოლიტიკური პარტიის მმართველობისას და ვოცნებობთ, რომ როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი, მაშინ საქართველოს იქნება როგორც იმ სტანდარტების, როგორც სასამართლო, ისე საკანონმდებლო ორგანო და ისე აღმასრულებელი ხელისუფლება. მე მინდა საქართველოს მოსახლეობას უსურვო ძალიან დიდი წარმატება, მინდა უსურვო გამძლეობა, არ მინდა უსურვო
ის რომ მოდი დავამხოთ და ომი და სამოქალაქო დაპირისპირება დავიწყოთ საქართველოში, იმიტომ რომ ამით საერთოდ ჩამოვშორდებით იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც არის საჭირო ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო გავხდეთ, ამიტომ არ გვინდა არეულობა და როგორღაც უნდა მოვახერხოთ ის, რომ დავათმობინოთ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ თუ თავის დროზე ვაიძულეთ, რომ ხელისუფლება დაეთმო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იგივე პრობლემა გვაქვს, როგორმე უნდა ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ დათმოს ხელისუფლება. რასაც, როგორც ვატყობ, არ აპირებენ, იმიტომ რომ მათ კიდევ მომავალი 5 წლეული და 10 წლეული გეგმები აქვს, რაც ჩვენ გეგმებში ნამდვილად არ შედის. ამიტომ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მე ვერ წარმომიდგენია და ამის გათვლა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა მივალთ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იქნება იმ ულტიმატუმის დაყენება, რომ ქართული ოცნება წავიდეს როგორმე ხელისუფლებიდან. და ჩვენ როგორღაც უნდა მივახციოთ იმას, რომ ისევ აღვადგინოთ ჩვენი ადგილი ევროატლანტიკურ და ევროკავშირის მთავარია ევროსტრუქტურებში, რომ საქართველოს კონდეს უფლება, კონდეს მომზადებული შემოვიდეს როგორც ღირსეული ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ.